Savizio politika და მიგრაციის მონაცემთა დამუშავების სისტემა ეს საკითხები განიხილეს დღეს სამთავრობო კომისიის სხდომაზე. შეხვედრაზე მიგრაციის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათზე ადეკვატური რეაგირების შესაძლო მექანიზმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტზე. კომისიის მიზანია მიგრაციის მართვის სფეროში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის დონის ამაღლება და სისტემის გაუმჯობესება. Გვექნება საუბარი ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებაზე საზღვარგარეთ და ამ კუთხით საფრანგეთთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და გვინდა რომ საბოლოო დეტალები გავიაროთ, როდის გაფორმდება ეს ხელშეკრულება. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები გვაქვს და რა საკითხები გვაქვს, რაზეც მნიშვნელოვანია საუბარი. კომისიამ განიხილა ზუსტად ეს თემები, რომელიც ეხება საქართველოს გააქტიურებას ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში მობილურობა პარტნიორობისათვის და ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კონკრეტული თემა, რომელზეც დღეს ჩვენ შევაჩერეთ ყურადღება, ეს არის ხელშეკრულების საფრანგეთთან ცირკულარული მიგრაციისა და დროებითი ბინადრობის შესახებ მოლაპარაკების დასრულება.